გამარჯობა ყველას, როგორ ახართ ჩემო კარგი ბო, ძალიან მომენატრეთ. მოკლედ დღეს 25 მაისი გვაქვს და ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ თქვენამდე მოსულიყავი. როგორც იქნა დავიჭირე ხელში კამერა და მოვედი თქვენამდე. მოკლედ ახლა მივდივარ ფიტნესში. 11 მაისის მერე ფიტნესში არ ყოფილვარ, იმ დღეს შევეცადე რომ გადამეღო რამოდენიმე კადრი თქვენთვის, მაგრამ წარმოიდგინეთ დღეს ვნახე მაშინდელი გადაღებული ვიდეოები, როდესაც ფიტნესში მივდიოდი, არ მომეწონა და წავშალე. აი ასეთი პრეტენზიული ვარ მე. ეხლა ვარ შილდერ გასეზე და მივდივარ ჩემს სავარჯიშო ფიტნესში, სადაც მე ვარ გაწევრიანებული და აქა-იქ დავდივარ ხოლმე. ერთ თვეზე მეტი არ ყოფილვარ და 11-ში გავტეხე ნავსი რო იტყვიან და ვიყავი 11 მაისს და ეხლა მეორედ მოვდივარ კიდე დღეს 25 მაისი. ესე იგი როგორი შუალედებით დავდივარ ფიტნესში, მოკლედ დანარჩენი დასკვნა თქვენ გამოიტანეთ აქედან. ძალიან მიხარია მაინც რომ გამოვედი დღეს გარეთ, ანაბელი დაუტოვე რა თქმა უნდა ანდრეას. მივირთვით ერთად და წამოვედი და ანდრეასი დაწვენს დღეს ანაბელს ლოგინში. და მე ცოტა თავისუფალი მაქვს. მოკლედ ვინც დედები ხართ და პატარები გყავთ, ალბათ ყველა დამეთანხმება იმაში რომ დედას ცოტა თავისთვის დრო სჭირდება და მეუღლეებო, ყველას გეუბნებით ჩემი თხოვნა იქნება რომ დედებს მიეცით ხოლმე რამოდენიმე საათი მისთვის რომ წავიდნენ საშოპინგოდ, წავიდნენ დარბაზში სავარჯიშოდ და ასე შემდეგ და გააკეთონ მათთვის საყვარელი საქმე თუ ჰობი და ცოტა განთავისუფლდნენ ყოველ დღიურობისგან, თორე ისე მე შეიძლება პირადად ჭკუიდან გადავიდე. იმდენად ყოველდღიურობაში ვარ უკვე ჩაბმული, რომ ძალიან მენატრება ჩემი თავისუფალი დრო. ეხლა გერმანიის დროით 7 საკლია 15 წუთი, 8-ზე იხურება დღეს ფიტნესი და კაკრას ეხლა 5 წუთში იქავარ, ფეხით წამოვედი 1 მეტროს გაჩერება, რადგან მინდოდა რომ ასევე ჩემი ნაბიჯები დამეგროვებინა. ზუსტად არ ვიცოდი წამოვიდოდი თუ არა ფიტნესში, მაგრამ მაინც მივაფურთხე ეშმაკებს და წამოვედი. აი რა ყოჩაღი გოგონა ვარ, ხო ხედავთ. მოკლედ ძალიან მომენატრა თქვენთან კონტაქტი და ყველას მინდა აი ეს ვინ არის დიდი სიყვარულით მოგიკითხოთ და ჩაგეხუტოთ. დღეს რადგან კვირა დღეა, მოგეხსენებათ კვირა დღეს გერმანიაში ყველაფერი დაკეტილია. პატარა წყალი სახლში არ მქონდა და დიდი ბოთლის თრევა შემეზარა, რადგან ჩვენ ვუკვეთავთ ხოლმე ყოველთვის წყალს და მინის ბოთლით მოგვდის ხოლმე, აი ესე ყუთებით წყალი და მინის ბოთლის თრევა ეხა ნამდვილად არ მინდოდა და კიოსკში ვიყიდე წყალი 9 ლიტრიანი, სადაც 2 евро გადავიხადე, რა თქმა უნდა ეს წყალი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, სადღაც 50 თეთრზე მეტი, თავის ფვანდიანად 50 თეთრზე მეტი არ დაჩდებოდა, მაგრამ დღეს რადგან კვირა დღეა და ყველაფერი დაკეტილია, აი ესე ძვირი გადავიხადე. ნუ არა უშავს გამონაკლისის სახით, არა უშავს ხოლმე. თუ ესე ძვირს გადავიხდი და თვითონ ფიტნესში კიდე უფრო ძვირია წყალი საყიდლად. აქ კაუფჰოფია, ჩემი საყვარელი მაღაზია. ნუ მანგო ჩემი საყვარელი არ არის, მაგრამ გალერეა კაუფჰოფში არის ყველაფერი დაწყებული სუნამოებიდან დამთავრებული კვების პროდუქტებამდე და ტანსაცმელი, ტუფლები და ყველაფერი, მაგრამ დღეს დახურულია. ეხლა მინდა ცოტა ჩემი ამბები მოგიყვეთ და ყველგან ხალხი დადის და ცოტა ისეთი დისკომფორტი მექმნება რომ ყველა მიყურებს, აი ესე რომ ვიღებს კამერა ესე ჩემსკენ მაქვს მომართული, ზოგს გონია რომ ათუღებ, მაგრამ წინა ეკრანით ვიღებ, აქედან გამომდინარე მოკლედ მინდა ეხლა რომ აქ უცებ მოგიყვეთ ჩემი ამბები, სად გაუჩინარდი, რა მოხდა ამ ხნის განმავლობაში. 22 აპრილს ჰქონდა ჩვენს გოგონა ანაბელს დაბადების დღე და გახდა 1 წლის, ვისაც გახსოვთ, ანაბელის დაბადების დღის ვიდეოები დავდე, როცა დაიბადა და არ ვიცი რამდენად ახსოვს ჩემს მაყურებელს თუ არ ახსოვს და 1 წლის გახდა უკვე ჩვენი გოგონა და აი ამასთან დაკავშირებით იყო ჩემი და თავისი ოჯახით ჩემთან სტუმრად. ბოლო ვიდეოში გითხარით რომ შეუკვეთე სასტუმრო ყოველდღიური სახლის ჩუსტები, ასე რომ ვთქვათ, ქოშები და მაშინ არ გაგანდეთ თუ ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი სტუმრები და მოკლედ ჩემი და მეწვია 1 კვირით
რადგან ანაბელს ჰქონდა დაბადების დღე. ძალიან გამეხარდა რა თქმა უნდა და ჩემთასაც გაეხარდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მე გერმანიაში ვცხოვრობ და ჩემი და იტალიაში არა გვაქვს ფუფუნება იმის, რომ ხშირად ვნახოთ ერთმანეთი, მიუხედავად იმისა, რომ მაინც ახლოს ვართ ერთმანეთისგან, ასე რომ ვთქვათ. მოკლედ შტატივი არ წამომიღია და ხელით მიჭირავს ტელეფონი და მოკლედ მარჯვენა მხარე დამეღალა. რა ლამაზი დღეა, რანათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს ანაბელის დაბადების დღეა. გილოცა. მიდი დედიკო, მიდი. მოდი სოფია, მოდი მიახმარე. მამა, ნუ სასოფიალე. რომ გითხრათ ახლა ვაო მაგარი დრო გავატარეთ, არა, რადგან ზუსტად ერთი კვირით იყო ჩემი და მისი ოჯახი ჩვენთან ჩამოსული, ძალიან კარგი იყო, მაგრამ კიდევ უფრო კარგი დროის გატარება შეიძლებოდა, რომ ამინდი დამთხეოდათ. რო ჩამოვიდნენ იმ დღეს ძალიან კარგი ამინდი იყო, მაგრამ შემდეგ წვიმები წავიდა. და მოკლედ ბევრი რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და დაგეგმილი, მაგრამ არ გამოვიდა. რაც გამოგვივიდა იყო რაინზე გასეირნება და შოკოლადის მუზეუმის დათვალიერება მოახერხეს და გავედით რამოდენიმეჯერ კოლნის რესტორანში მისართმევად, რადგან ჩემს სიძეს ანჯელოს აინტერესებდა ტრადიციული გერმანული სამზარეულო. აქ მინდა მოკლედ ჩაგისვათ ვიდეოს რამოდენიმე კადრი ერთ-ერთი დღიდან, როდესაც ჩვენ გარეთ გავედით, მივირთვით ტიპიურ გერმანულ კოლნის სამზარეულო, გავასინჯე ჩემს სიძეს და მოკლედ ჩაგისვათ ახლა კადრებს და თავად იხილეთ. მე კი ნელა-ნელა მიუახლოვდი ფიტნეს და მოკლედ წავედი სავარჯიშოდ. მოვედით ერთ-ერთ რესტორანში, ანაბელმა ახლა გაიღვიძა. სოფიაც აქ არის ჩემი დიშვილი, ეს ჩემი სიძე ანჯელო, ეს ჩემი და ჩამოვიდა და ახლა შევუკვეთეთ. ტიპიური კოლნის ლუდი უკვე მოგვიტანეს, როგორც ხედავთ. Prost. გაუმარჯოს. და ახლა ველოდებით შნიცელს და სოსის, ტიპიურ გერმანულ სოსისებს. ცოდნია იტალიური მკაც. მოგვიტანეს აი ეს соусები, მაიონეზი, კეჩუპი და მდოგვი და აი ეს ჩემი და ჩემი სიძე და ჩემი დიშვილი ელოდებიან ძეხვს, როგორც მოხარშულს, ასევე შემწვარს. მე ველოდები კარტოფილის ტიპიური კოლნის ღაიბე კუხენი, ანუ კარტოფილის შემწვარი და ჩემმა მეუღლემ შეუკვეთა შნიცელი. როგორც კი მოგვივა გაჩვენებთ. ესეც ანაბელი. შემდეგ გვინდა წავიდეთ შოკოლადის მუზეუმში, აქვე რაინზეა. დღეს სამწუხაროდ გემით გასეირნებას ვერ მოვახერხებთ, რადგან კარგი ამინდი არაა. ეხლა უნდა გაწვიმდეს. ბელე. გამარჯობა. ჰალო. მეც აქა ვარ. ნუ მე როგორც გადამღები ყოველთვის დაჩაგრული ვარ ხოლმე და ისე კარგად არ ვჩვენვარ ვიდეოში. გაუმარჯოს, ჩემი სტუმრები, ჩემი და ჩემი სიძე, ლელა და ანჯელო და მათი გოგონა სოფია და აქნია ხელი. გამარჯობა. ეს ანდრეასი და ეს ანაბელი, რომელმაც ახლა გაიღვიძა და კარგად არ ღვიძავს ჯერ კიდევ. ახლა ვზივართ აქ ტიპიურ კოლნის რესტორანში და ველოდებით ჩვენს შეკვეთას. ეს ჩვენი ლუდია. გაუმარჯოს. გაუმარჯოს. პროსტ. ჩვენი შეკვეთაც მოვიდა, ნახეთ, ანდრეასმა ავსტრიული შნიცელი შეუკვეთა პომესით, ლელას შემწვარი ძეხვი, ამათი ვურსტებია პომესით, ნახეთ
და მე ღაიბე კუხენი, ანუ ეს არის შემწვარი კარტოფილი, ტიპიური გერმანული სპეციალიტეტი. თავის შავ ყურთან და კარაქთან ერთად. Buon appetito, guten Appetit. Buon appetito. Buon appetito. აი ესე გამოიყურება ჩვენი მაგიდა. გემრიელად მიირთვით. Mastica, Sofia, mastica bene bene. კოლნში ეს ტიპიური რესტორანი დაარსდა 1904 წელს თავის ლუცსახარშ ქარხანასთან ერთად და ტურისტები თუ ადგილობრივი მოსახლეები მოდიან აქ სწორედ იმის გამო რომ მიირთვან კასრიდან ახლად ჩამოსხმული ლუდი, რომელიც ასევე იგივე სახელს ატარებს, როგორც რესტორანი. აქ სტუმრები მოდიან ასევე იმის გამო, რომ სუფევს ძალიან კარგი ატმოსფერო, მიმტანები გამოირჩევიან თავიანთი გონება-מחვილობითა და თავიანთი იუმორით. ახეთ რა ლამაზია, ჩემს სტუმრებს იტალიიდან ვაჩვენე დომი, ძალიან მოეწონათ და ეხლა გვინდა რაინის სანაპიროზე ჩავიდეთ და შემდეგ შოკოლადის მუზეუმი ვაჩვენო ჩემს სტუმრებს იტალიიდან. გამარჯობა. გამარჯობა. მოგწონს სოფია კოლნი? კარგია კოლონი? Ti piace Colone? მოეწონა ძალიან. ჯერ კიდევ არაფერი არ გვინახია იმდენად. ეხლა საჭმელად ვიყავით და მივდივართ რომ ცოტა ქალაქი დავათვალიერებინო. ჩვენს უკან არის უზარმაზარი დომი, როგორც ხედავთ. დომის შემდეგ გამოვედით ჩემო-კარგებო რაინის სანაპიროზე, ცოტა გავისეირნეთ და შემდეგ წავედით შოკოლადის მუზეუმში, რომელიც იქვე რაინის სანაპიროზე მდებარეობს კოლნში. Ist nicht schlimm. Bällchen. Winke, winke. Winke, winke. Winke, winke. Gogo. Daukne dediko, გამარჯობა, გამარჯობა. დამიქნია ხელი და. ტაში დაუკარიდე. ტაში დაუკარიდე. დაუკარიდე ტაში. მივდივარ შოკოლადის მუზეუმში. დაუკარიდე ტაში, დაუკარი. ყოიცა. მოვედით შოკოლადის მუზეუმში. სოფიას უნდა ძალიან რომ დაათვალიეროს. აქ ხედავთ ლინტის დიდ კურდღელს. აი, ეს არის ჩემი და სოფია იღებენ ახლა სურათებს ლინტის კურდღელთან. ოკეი. სამახსოვროდ სურათებს იღებენ. ეხლა შემოვედით შოკოლადის მუზეუმის კაფეტერიაში, რადგან ჩვენ არ გვინდოდა მუზეუმში ასვლა, ორჯერ ვართ უკვე მე და ანდრიასი ნაყოფი, საკმაოდ დაღლილები ვართ და ეხლა შემოვედით აქ ცხელი შოკოლადის დასალევად. ძალიან მაინტერესებს როგორ შოკოლადს გაგვიკეთებენ. აკეთებენ ლინდტის ცხელი შოკოლადის სპეციალიტეტს. შენ ამორე, ანაბელ. დედა ტაში დაუკარი? ტაში დაუკარი, ტაში. ყოიცა. Oița! ეხლა მოიტანეს ჩემი წყალი, ძალიან მომწყურდა. აი კარტოფილიანი კერძის შემდეგ, რაც მივირთვი საკმაოდ ცხიმიანი იყო. ბელემ თავის ბურბუშელა მიირთვა ეხლა და ანდრეასი სვამს ცხელ კაკაოს, ცხელ შოკოლადს, ლინტის შოკოლადით. ნაღების გარეშე. ლელა მოგეწონათ? რა არის რა
არაფერი ნე. ხო და ორჯერ ხარ ნამყოფი მე აღარას, ვაფშე აღარ აქვს. ბელშენ, სოფია მოვიდა და? სოფია მოვიდა. შეხედე ამას მამი და ეხა გავაცინებ. შეხედე სოფია აცინებს ახლა ამას. Iris Andrus, Iris Angelo, Iris Maca. ტაში დედიკო, ტაში დაუკარი, ტაში. ტაში. ნახეთ რა ლამაზი ხედია. ეხლა ვართ კიოლნში მდინარე რაინზე, ნახეთ რა ლამაზია. გემიც მიდის. დღეს გემის ამინდი სამწუხაროდ არა გვაქვს. ეხლა მოვდივართ შოკოლადის მუზეუმიდან. ჩვენ არ ყოფილვართ, რადგან ორჯერ ვართ მე და ანდრიასი უკვე ნამყოფი და კაფეში უცდიდით. ეხლა გამოვიდა ჩემი და სოფია და ანჯელო შოკოლადის მუზეუმიდან მოეწონათ. მაგრამ როცა უკვე რამოდენიმეჯერ ხარ ნამყოფი, იმდენად საინტერესო რა თქმა უნდა აღარა. ვცდილობ რომ აი აქ სანაპიროზე ხედები გაჩვენოთ. კოლნს ყავს მილიონზე მეტი მაცხოვრებელი და ფრანკფურტს ყავდა 800,000 რამდენადაც მახსოვს. ფრანკფურტი უფრო პატარა ქალაქია ვიდრე კოლნი. და აქ ვარ მე. ჩემები წინ მიდიან, ეხლა ყველას გადაუღე და ეხლა მეც გადავიღებ და გესაუბრებით ცოტას. აი ეხლა ვართ რაინის სანაპიროზე, როგორც გითხარით, მე ადრეც გადავიღე აქ ვიდეო და გემით გასეირნებაც გაჩვენეთ და კარგა ხანია უკვე აქ მე და ანდრიასი აღარ ყოფილვართ რაინის სანაპიროზე და ეხლა დღეს ჩემი სტუმრები გამოვიყვანე რომ მეჩვენებინა კოლნის დომი და შოკოლადის მუზეუმი. Jetzt! 1, 2, 3. Nochmal! 3. მოკლედ მოვედი ჩემს ფიტნესში და წავედი სავარჯიშოდ. მოვედი. მოკლედ ეს წუთია ჩემო კარგიმო, რაც ფიტნესიდან გამოვედი, ძალიან კარგად ვივარჯიშე. მოკლედ აი ამ განცდაზე ვიშტები, რომ როცა აი ივარჯიშებ და გარეთ გამოხვალ, თითქოს მეორედ დავიბადე. უკვე თითქმის 4000 ნაბიჯი მოვაგროვე. ეხლა ერთი გაჩერება მინდა რომ მეტრომდე მივიდე ფეხით და შემდეგ ვიყიდი მეტროს ბილეთს და ჩავჯდები. ანაბელს წეხან ველაპარაკე და ყველაფერი კარგათაა. ანდრიასმა დააწვინა უკვე ლოგინში და მოკლედ ძალიან მიხარია რომ დღეს საღამოს ცოტა ესეთი ენჩპანუნგი, ანუ ცოტა რელაქსაცია გამომივიდა. ჩემთვის ვარჯიში ნამდვილად რომ რელაქსია და განტვირთვა. ძალიან კარგი იყო, თითქოს მეორედ დავიბადე. აი ვგიჟდები აი ამ შეგრძნებაზე, მარტო ამისთვის ხირს ფიტნესში სიარული მერწმუნეთ. მოკლედ ძალიან კარგი ჰაერია, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ძალიან სითბოდა რაღაც, დღეს წვიმდა კიდეც, უბრალოდ გუშინ და დღეს ცოტა შუა დღემდე წვიმდა კიდეც კოლნში და ეხლა ოდნავ სიო უბერავს და საკმაოდ სასიამოვნო ამინდი გვაქვს. მოკლედ, ეხლა მიუახლოვდი უკვე მეტროს გაჩერებას და წავედი სახლში. ანაბელი ალბათ არ დაიძინებს და დედას ელოდება. ძალიან მიხარია. დროებით შემოკარგება, ყველანი ძალიან მიყვარხართ. იმედია აწი ვიაქტიურებ ხოლმე და უფრო ხშირად გადავიღებ ვიდეოებს. ეხლა უნდა გავტეხო ნავსი რო იტყვიან. მოკლედ დროებით, ყველანი ძალიან მიყვარხართ. თქვენი მაკა, აბა დროებით.
გადაგზა რაღაც ლამაზი ადგილები მინდა გაჩვენოთ. ნახეთ რა ლამაზი ადგილი აქ სადაც ავარ. აქედან იწყება რაინის სანაპირო. მოვედი სახლში. ძალიან მიხარია. ანაბელს ფიქრობ არ ძინავს, წეხანვე საუბრე და ძალიან გაეხარდა ჩემი დანახვა. ანაბელი არ არის მიჩვეული, რომ დედა ესე მიდის საღამოობით ხოლმე. ხანდახან ნუ რაღაცის საყიდლებზე გავდივარ, მაგრამ უკვე მას როცა ძინავს და ამას ეს ვერ გებულობს. და რა თქმა უნდა ანდრიას ვტოვებ მასთან, როცა დაძინებულია, მაგრამ ასე რომ დამემშვიდობოს და მე წავიდე, ესეთ დამშვიდობებებს ეს ჩემგან არ არის მიჩვეული და ძალიან უხარია მელოდება. მე აქ მინდა დღეს დაგემშვიდობოთ, ყველანი ძალიან მიყვარხართ, თქვენი მაკადროებით.